ინგებზეც კი არ მომხდარა არანაირი ქურდობები, ყაჩაღობები, მაღაზიების თუ მანქანების დაწვევი და გაქურდვა მიუხედავად ამისა, ეს არის მართლა საზოგადოების ერთადერთი ფორმა, რომ მან თავისი პროტესტი ხელისუფლებას დაუფიქსიროს. ეს ხელისუფლება აღმოჩნდა ბრმა და მას არ უნდა ამისი დანახვა, არ უნდა ამისი გაგონება და აქედან გამომდინარე ბუნებრივია ის ამ პოზიციას არ ცვლის, იმიტომ რომ იცის რომ ის დღეს რაზედაც დგას, ეს არ არის საზოგადოების ნდობა, ეს არ არის საზოგადოების პატივისცემა ხელისუფლებისადმი, ეს არის შიში, რასაც ის ნერგავს და ეს არის ძალადობა, უსამართლობა, რასაც ის ნერგავს. აი სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, რომ აი ეს არის ეს კრიმინალური აზროვნება ხელისუფლების, რომ უკანონოდ, მაგრამ ჩვენ მოწინააღმდეგე უნდა დაისაჯოს. უსამართლოდ, მაგრამ ის ხომ ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის და ამიტომ უნდა დაისაჯოს და თუ ეს ადამიანი ცოტა ხნის წინ მათ გვერდზე იდგა, მაშინ შეიძლება დედოფლის რანგშიც ყოლოდათ აყვანილი ან მეფის რანგში, მაგრამ როგორც კი ეს ადამიანი გადადის ოპოზიციაში, უკვე ხელისუფლებისთვის ის ხდება კორუმპირებულიც, მიუღებელიც, აი თქვა იგივე ნინო ბურჯანაძის მაგალითზე, ხანდახანა ესე მიჭირდა ხოლმე, როდესაც ქალბატონი ნინო იყო ხელისუფლებაში, მიჭირდა ხოლმე ესეთი ფრაზების მოსმენა, რასაც ხელისუფლებისგან, რომ ეს ფაქტიურად თამარ მეფეა და ასეთი გამონათქვამები, რკინის ლედი და რაღაცა ისეთი გამონათქვამებს აღვობდნენ, რომ ალბათ თვითონ ქალბატონი ნინოსთვისაც საკმაოდ უხერხული იყო ესეთი თქვათ კომპლიმენტების მიღება და ამ ფონზე და ესეთი საუბრის ფონზე ის გადადის ოპოზიციაში და ხელისუფლებას ყველანაირი ზნეობრივი ნორმების იგნორირებით და აბსოლუტურად თითქოს არ ახსოვს, რომ გუშინის როგორი ხსენიებდა. ირაკლი ოქრუაშვილი. ირაკლი ოქრუაშვილი და რამდენჯერიდან, ახლა ქალბატონი გამახსენდა. როგორც კი ეს ადამიანები აღმოჩნდებიან ოპოზიციაში, ისინი ხდებიან ყველაფერი, რაც კი შეიძლება იყოს ჩაწერილი სისხლის სამართლის კოდექსში. აი ყველა მუხრი შეიძლება მას მიუსადაგო. აი, როდესაც ასეთი უზნეოა ეს ხელისუფლება და როდესაც აი ესეთი მეთოდებით ცდილობს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, რა თქმა უნდა, ღირსეული ადამიანი დღეს, აი რა უნდა ვაკეთოთო, ღირსეული ადამიანი მაინც ვერ გაჩერდება. სახში რო არ გამოხვიდე ქუჩაში და რო არ თქვა, რომ არა, შენ უნდა წახვიდე და მე ვიმსახურებ იმას, რომ მყავდეს სამართლიანი, წესიერი და კანონმორჩილი ხელისუფლება. ამისი უფლება მაქვს მე, როგორც საერთაშორისო, ესე იგი, ნორმებით, ისე ადგილობრივი კანონმდებლობით. და რამდენჯერაც არ უნდა გამიშვან ციხეში, რამდენჯერაც არ უნდა გამოვიდე ციხიდან, ვიტყვი, რომ მე ამისი უფლება მაქვს და მე ესეთი ხელისუფლება მინდა. მე პირადად ამას გავაკეთებდი, თუმცა ძალიან ძნელია იგივე მოთხოვო საზოგადოებას, მაშინ, როდესაც ისინი ხედავენ, რაზედაც ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ყველა მიტინგზე მისულ ადამიანს, ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჩასაფრებულად ხელისუფლება თუ დაუდებს მაგიდაზე ეტყვის, აი ეს ნარკოტიკი იყო შენი. სულაც არ ჭირდება იქ ამ თითების ანაბეჭდები. არანაირი მტკიცებულება სხვათა შორის კომუნისტური რეჟიმის დროსაც კი რო გადაავლოთ საქმე თვალი აი შეთითხნილ საქმეებს და თქვათ პოლიტიკურ საქმეებს. რაღაცა იურიდიულად ისინი ყოველთვის იყო გამყარებული, ვინ დააგაჭერინებდა კაცს ისე რომ იქ არ ყოფილიყო იურიდიული მტკიცებულება. დღეს არანაირ იურიდიულ მტკიცებულებებს არასდროს ხონდებარება ადამიანის დაჭერა. მხოლოდ და მხოლოდ ნებასურველზეა დამოკიდებული. უნდა ხელისუფლებას იქნება ციხეში. აი ამ პრინციპზე ზის დღეს ხალხი 80% ციხეებში და აი ეს არის სწორედ ის, რომ ნებისმიერი თავმოყარი ადამიანი, ნებისმიერი კეთილსინდისიერი ადამიანი უნდა ცდილობდეს ამ რეჟიმის შეცვლას. არ შეიძლება ცხოვრობდე ქვეყანაში და გერქვას იმ ქვეყნის მოქალაქის სახელი, რომელიც ირგვლივაც აი ესეთი უსამართლობები ხდება. მე მგონია, რომ ჩვენი მოვალეობა არის სწორედ ის, არ დავიღალოთ, არ გავჩერდეთ და მანამ სანამ იგივეს იმ მეპატრონებს, ვინც ესენი მოიყვანა და დასვა ხელისუფლების სათავეში, არ გავაგებინებთ, რომ ჩვენ არა ვართ ის ხალხი, რომელიც ამას შევეგუებით. ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელსაც გვაქვს უფლება ბედნიერების და მოგვეცეთ ამის საშუალება, რომ ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი და ავირჩიოთ თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში ხელისუფლება და გააჩვენოთ, როგორი ხელისუფლების არჩევა შეგვიძლია. იქნება იმაზე უკეთესი არჩევანი კეთდება იგივე დასავლეთისთვის, ინტერესებისთვის, ვიდრე თვითონ აკეთებენ. ხო დაინახეს კაცო,
ზოგიერთ ამერიკამ გააკეთა თავისი არჩევანი და ეგონა რომ სააკაშვილი ვთქვათ იქნებოდა ინტერესებს მე არ ვიცი ის რამდენად უყურებს რომ სააკაშვილმა აქ დასავლური ინტერესები გაატარა მაგრამ თუმცა ამერიკას მაგ პერიოდში თვითონაც არ დაემართა კაი ამბავი ბუში არა გასაგებია მაგრამ თუ გადავხედავთ ამ კაცმა რა პოლიტიკაც გაატარა საქართველოს 1/13 დაუკანონა რუსეთს ფაქტიურად და აბსოლუტურად სხვა სტატუსის ქვეშ აღმოჩნდა დღეს ის ტერიტორიები რომელიც კონფლიქტური რეგიონებად ითვლებოდა მაგრამ საქართველოს ტერიტორიულს ეს საკანონების დროსაც სამწუხაროდ მხოლოდ აღშფოთება შეშფოთების კომენტარი ხო ნუ ახლა მე არ ვიცი რომ აი ესეთი დასმული ადამიანი არის დასავლური ინტერესების გამტარებელი გვაცალონ იქნება ჩვენ უფრო უკეთესი კანდიდატურის არჩევის საშუალება გვაქვს უფრო მეტი გვაქვს ინფორმაცია როგორი შეიძლება იყოს ქვეყნის ხელისუფლება არ შეიძლება საზოგადოებაში აბსოლუტურად არ გაითვალისწინო ამ საზოგადოების ინტერესები და ისე სადღაც რაღაცა სათფურებში გამოყვანილი ადამიანები მოუყვანო და დაუსვა ხელისუფლების სათავეში ხალხს არ გაამართლა ამან ხო არც საქართველოში არ გაამართლა არც ქვეყანაში არ გაამართლა ეს გამოცდილება ხო უნდა რაღაცნაირად დაინახოს ამ უცხოეთმაც და მოგცეს მართლაც იმის საშუალება მე ვხედავ რომ სამწუხაროდ აი აქ თქვენ გყავდათ ედვარდ შევარდნაძე და რა სამწუხარო რეალობაა, როდესაც დღეს გადასახედიდან უყურებ, რომ მე ჩემი ადრეული ასაკიდან კომუნისტური რეჟიმიდან მიხდებოდა ამ პიროვნებასთან დაპირისპირება, შემდგომ როდესაც უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი ოპოზიციაში ვიყავი და დღეს როდესაც მას უსმენდი, არასოდეს ამ ეტაპზე არ მეგონა რომ ქვეყანაში მოვიდოდა დრო, როდესაც ვიწყოდი რომ აი ეს მართლობა ჯობდა რაღაცა რომელიღაცა მართლობა და დღეს ამ რეალობის წინაშე დავდექით ხალხო რაღაც აბსოლუტურად აბსურდის ქვეყანაში მოგვიწია ცხოვრებამ და თუ ჩვენ ეს ყველაფერი არ გავიცნობიერეთ რომ არ შეიძლება ეს უფსკრული იყოს აი ესეთი ღრმა და სულ დაბლა მივექანებოდეთ სადღაც ეს ყველაფერი თუ არ შეჩერდა არ ვიცი მაშინ მართლაც თუ კი ამ ერთს გადარჩენა უწერია ერთადერთი გამოსავალი არის დღეს ამ ქვეყნის გადარჩენის ამერის გადარჩენის რომ აქ გაკეთდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არჩევანი და აუცილებლად რა თქმა უნდა ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს ისეთი რეჟიმით რომელიც ხალხის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული და გასხოვებული. ზარები გვაქვს მუდმივად თუ ამრავი მაყურებელი რეკავს და ძალიან სასიამოვნოა რომ შემოგვეშველეთ. ორივეს გეუბნებით. ძალიან დიდი იმედით იყო ხალხი. ეხლა ისე მიინელდა ყველაფერი რომ იმედი აღარ აქვს ხალხს. შეწყდა ყველაფერი თითქოს სიცოცხლე იყო ხალხში რომ ეს გამოდიოდა ხალხი ჩვენ კი გამოვალთ და ბევრჯერად გამოვალთ მაგრამ უიმედოდ არ უნდა გვამყოფოთ გესმით თქვენ რა ხდება ხალხო და ეს ოპოზიცია შეიძლება კარგად მიიტანოს ამბავი ამ საზღვარგარეთ ამ ევროპელებთან ჩვენ მივიტანთ კარგად ყველაფერს თუ ესენი ვერ მიიტანენ ჩვენ მივიტანთ მინდა გითხრათ რომ აი მე და ნანას ფაქტიურად 3 თვე გვაქვს მინიმუმ ერთად გატარებული ამ პერიოდში თითქმის ყოველდღე ხვდებოდით ერთმანეთს პროექტი რომელიც მან გააკეთა და რომელიც იყო ალბათ ყველაზე წარმატებული პროექტი ამ საპროტესტო აქციების დროს ეს იყო საზოგადოებრივი დამცველი რომელსაც თუ გახსოვთ თქვენ ამ ტელეკომპანიის და კავკასიის ეთერში ნანასთან გაწევრიანებული ადვოკატები მიდიოდნენ პატრულთან კამერით და პატრული გაურბოდა მათ. რა შეეცით საქმე ჩემის აზრით აქვს ქართველებს მაინც ნუ გავბრაზდებით ეს ოპოზიციას აქვს ქართველებს მაინც ცოტა უარსაბობის პრობლემა და ეს პრობლემა დღეს არ დამდგარ ჰეილია ჭავჭავა და ამაზე